ბევრმა ადამიანმა არ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია რეალურად სტიქიების, ესე ვთქვათ, სწორი დათვლა რუკაში და რეკომენდაციები სტიქიებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ზოგადად სტიქიები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ქცევებზე, ქმედებებზე. უფრო მეტად მე ვიტყოდი ყურადღებას გავამახვილებდი ამ შემთხვევაში ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ კონკრეტული სტიქიის დეფიციტი გულისხმობს იმას, რომ თუ ადამიანს აქვს კონკრეტული ერთი სტიქიის ან ორი სტიქიის, ნებისმიერი სტიქიის დეფიციტი, ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში არ არის სტაბილურობა, არ არის ბალანსი და შესაბამისად ჯანმრთელობა არის უფრო მეტად პრობლემატური. თუ მაგალითად რუკაში არის ცეცხლის სტიქიის დეფიციტი, თუ ცეცხლის ნიშანში არ დგას ბევრი პლანეტა, ან დგას მხოლოდ ერთი პლანეტა, ან საერთოდ არ დგან პლანეტები, ეს არის უფრო ისეთი საგრძნობი დეფიციტი ცეცხლის სტიქიის და ესე დროს სასურველი არის ადამიანმა იმისთვის, რომ ეს ბალანსი რაღაცნაირად აღდგეს, მიიღოს უფრო თბილი საკვები, ცხელი საკვები, ცხელი სასმელი ხშირად დღის განმავლობაში. მიიღოს კონკრეტული ესეთი ცხარე. შეგიძლიათ ასევე ცეცხლის სტიქიის დეფიციტისას გაიცვათ თბილად, იმიტომ რომ ორგანიზმს აკლია, ესე ვთქვათ, სითბო და ისედაც ორგანიზმი მოგთხოვთ, ვისაც ცეცხლის სტიქიის დეფიციტი გაქვთ, ხშირად ცივად ეს ადამიანებს. თუ არის ჰაერის სტიქიის დეფიციტი, ფილტვები სუსტი არის, შესაბამისად თქვენ გჭირდებათ ხშირად ჰაერის გამოცვლა. ჰაერის გამოცვლა გულისხმობს ან ზღვაზე წასვლას, ან მთაში წასვლას, ეს არ არის, უბრალოდ ქალაქიდან გასვლა. შესაბამისად, გჭირდებათ ამ მთაში დასვენება, ან ზღვაზე დასვენება ხშირად, ცვლა ჰაერის. თუ არის მიწის სტიქიის დეფიციტი, თქვენ უფრო ხშირად უნდა გახვიდეთ ბუნებაში, უფრო მეტად სიმშვიდე სჭირდება ეს ადამიანს, როდესაც არის მიწის სტიქიის დეფიციტი. მედიტაცია და მსგავსი რაღაცეები. თუ არის მიწის სტიქიის სიჭარბე, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მძიმე საკვების მიღება. მძიმე საკვების არის პურეული, ხორცეული და მსგავსი, უფრო მსუბუქი საკვები უნდა მიიღოს ეს თმა ადამიანმა. თუ წყლის სტიქიის ნაკლებობა აქვს ადამიანს, ეს შემთხვევაში უნდა სვას ბევრი სითხე. იმ ადამიანს, ვისაც წყლის სტიქიის სიჭარბე აქვს რუკაში, არ სჭირდება ბევრი წყლის დალევა და სახის დატენიანება და სახის კანის დატენიანების გამო წყლის არ სჭირდება, იმიტომ რომ მის ორგანიზმში წყალი საკმარისად არის. თუ არ არის წყალი რუკაში, წყლის სტიქიის დეფიციტის შემთხვევაში უბრალოდ უნდა მიიღოს ადამიანმა უფრო მეტი სითხე და უფრო ხშირად კონდეს კონტაქტი ზოგადად წყალთან.